სამწუხაროა. შეეძლოთ ამ დღეს მაინც მოსულიყვნენ. ვის გულისხმობ, შვილო? ფიქრაც. ასეთი რამე ნედიმეს რომ დამართნოდა, გვერდით არ ვეყოლებოდით? შვილო, ქალი მოკვდა, შენ კი ისევ ფიქრეთზე ლაპარაკობ. უბრალოდ ვუყურებ ამ საშინელ დროს. ჩვენ გვერდით ვინ არის და ვინ არა. ბავშვებთან შოთა გამოგზავნა, რომ ჩვენ წესიერად გამოგვეგლოვა. ჩემს გამო არ მოდის, შვილო. შენს თავზე ნოიღებ. გასვენებაში აუცილებლად მოვა, შვილო. შენს გამო თუ არა, ჩემს გამო მაინც. მერედება ვიკითხო, მაგრამ ფიქრეთისთვის ახლა ვინ ხარ? შენი შვილი მიეცი, მაგრამ დაგიბრუნა, ესე იგი პატივს აღარ გცემს. ასე ნოიტყვი, ლევენტ. საავადმყოფოში რეზვანსაც კი არ მოუკითხავს. ფიქრეთი კი მაშინვე გამოიქცა. ო, შენთან გამოიქცა. იმ გოგოს საქმროსთან მოვიდა, რომელმაც დეიდა 100 ემოგლა. თუმცა იქ შენც დახვდი. მორჩით ფიქრეთზე და მკვლელის მამაზე ლაპარაკს. დედასთან წავიდეთ. უკანასკნელი მოვალეობა შევასრულოთ, მერე კი ის გავაკეთოთ, რაც გასაკეთებელია. ამას შენ არ უნდა აკეთებდე, თამერ. ლევენტი გააკეთებს. ო, როგორ არა გააკეთებს. მამა, რაღაცას გეტყვი, თქვი შვილო. დედამ თქვა, თუ გინდათ საოჯახო სასაფლაოზე და ასაფლავეთო. გააგრძელე თუნჯაი, არ მოგერიდოს. ასე არ თქვა, რიзвანის გვერდით ყოფნა არ მინდა იმქვეყნადო. არა? თუნჯაი, დედას მადლობა გადაეცი. უთხარი მას ნათესავებთან დავკრძალავთ, ილმაზ მარტენთან და ნიჰატთან. იმედია იმ ქვეყნად ნათესავებთან იქნება. რეზვან ბავშვებთან ასე ნოლაპარაკობ. აიშე, წამოდი შვილო, წამოდი. აიშე, წამოდი მეთქი. ზუღალ, წავედი, თორემ გვაგვიანდება. და რომც დავაგვიანოთ რა მოხდება? დეიდას ეწყინება, სადმე წავა? ასიის შეშლილს კი ვეძახდი, მაგრამ დედა ჩემიც ვერ არის. რა მოხდა? მადლობა გადამიხადა. რასთან დაკავშირებით? ასიის მკვლელობის გამო. ეს როგორ? გმადლობ, შილო, ამას შენ თუ მოახერხებდიო. და შენ რა უთხარი? ეს რამ გაფიქრებინა მეთქი. ის კი იმეორებდა არავის ვეტყვი, ჩვენ შორის დარჩებაო. საყვარელო 30 წელია ამ მომენტს ელის. გაუკვირდა ასე მოულოდნელად რომ მოკლეს. მე ხომ მისი შვილი ვარ. უნდა ცოდნოდა რომ ვერავის მოვკლავ. შენი და ჯეილანის კავშირი იცოდა. ჩვენ სახლში ცხოვრობდა, საიდან უნდა ცოდნოდა რომ თქვენ იჩხუბეთ. იცის, მაგრამ ასე ფიქრი მოსწონს. ახლა თამერეც გაიგებს და ყველაფერში მე დამადანაშაულებს. ჩემს მოსაკლავად ქალი იქირავა. მერე ყველა რესტორანში დაპატიჟა. და საბოლოოდ რა ხდება? ყველას გონია რომ მე მოვკალი. ზეინებ, ამას მხოლოდ თამერი თუ დაიჯერებს, ის კი უმნიშვნელო ადამიანია, დაივიწყე. საყვარელო, უბრალოდ დედაზე გავბრაზდი. თან ვის უნდა დედა ასე დაკარგოს? ნორმალური დედა არ იყო ძირფასო, არავინ ფიქრობდა თუ ასე მოკვდებოდა. დღესაც ისე ფიქრობ, როგორც გუშინ? ხო. მაგრამ წასვლა არ მოუნდებათ. შენ გვერდით მოუნდებათ დარჩენა. უკვე იმ მდგომარეობაში აღარ ვარ. ამას ვეღარ გაუძლებ, ზეინებ. ოსმან შეხედე. გაგვიმართლა რომ გადარჩა. ეს სადა უსაკითხია. თუმცა მაინც ადამიანებს ვერ თხოვ წავიდნენ. ასეა. მაგრამ თუ უყვარვარ ამ თხოვნას შემისრულებენ. შვილო, ძალიან გემრიელია. მოგწონს? გემრიელად მიირთვით.
კარგი გამოვიდა არა? გემრიელად მიირთვით. შემოდით. დასხედით. სევდა სადაა? ოხუზმა ჯეილანთან შესახვედრა წაიყვანა. კარგია იქნებ უკეთ გახდეს. იმედია, თელეღამეტიროდა. ხოლოდ სევდა და ოსმანი დაშავდნენ. ჰალილ. ახლა რა უნდა ვქნათ? სევდამ სად უნდა იცხოვროს? ოსმანი ამბობს, რომ საავადმყოფოდან რომ გაწერენ სახლში დაბრუნდება. ჩვენ რა ვქნათ ძმაო? კარგია რომ იკითხე. ზუსტად ამაზე მინდოდა დალაპარაკება. მამა მუზაფერ, დედა ფატმა. სევდას რომ ვუყურებ, იასმინის ბავშვობა მახსენდება. ასეთივე გულუბრყვილო და სუფთაა. შეხედეთ. ჩემი იასემინივით არა? მეგობრულია. მართალი ხარ. და იმას მაინც კონდეს ბედნიერი ბედიშვილო. ასე რომ იყოს მინდა თქვენ გაზარდოთ. მას აქ ერთად ვზრდით შვილო, ხომ არსად მივდივართ? ფატმა, სევდას და თქვენ აქ საფრთხე გემუქრებათ. შვილო, აქ შენ შეგგვრიბე, გთხოვე გვერდით ვყოფილიყავით და ასეც იყო. ხომ გითხარით ცხოვრებისგან ჩვენ არაფერს ველით? ხომ გითხარით არა? ნიშნულობა არ აქვს მოუკვდებით თუ დავრჩებით. თქვენ გარდა ჩვენ სხვა შვილი არ გვყავს. უსაფრთხოდ უნდა იყოთ. თქვენმა შვილებმა რომ არ ინერვიულონ. აშკარაა რომ ჩვენი მტრებისგან ღირსება შორსაა. ჩემს დასაჩოქებლად, ჩემს დასანებებლად ზიანს თქვენ მოგაყენებენ. როგორც ოსმანს მოექცნენ. შვილო, გითხარი რა გინდა და გავაკეთებთ. ამინდი გამოვიდა. საზაფხულო სახლში დაბრუნდით. ახლა ყველაფერი დამშვიდდება და ზამთარში ისევ დაბრუნდებით. ჰალილ იბრაჰიმ წინააღმდეგი არ ვართ. როდით გინდა წავიდეთ? თუ შესაძლებელია საუზმის შემდეგ. კარგი. კარგი. მამა? შვილო, არ გინდა. მოდი აქ. მალე მოვალ შორს არ არის. შვილო, კარგი. თუ რამე დაგჭირდებათ მითხარით, კარგი? კარგი, მოდი აქ ძვირფასო. ზეინებ, შვილო. ფატმა. ახლოსა, ხშირად მოვალთ. აბარა. თქვენც მოდით. აუცილებლად. შვილო. ჰალილ იბრაჰიმ. ჰალილ. იმედია არაფერი მომხდარა. პროკურორო, მეთაურო, მოგზანდით. საუზმობდით, დაგვეწვიეთ, სტუმრად მიგიღებთ. მოგზანდით. სამწუხაროდ ამისთვის არ მოვსულ ვართ, ჰალილ იბრაჰიმ. დასაკავებლად მოვედით. დასაკავებლად? ეს როგორ? არ ვიცი რაზე საუბრობთ, მაგრამ შეგეძლოთ არ მოსულიყავით, თვითონ მოვიდოდი. შენ არაფერ შუაში ხარ, ჰალილ იბრაჰიმ. ზეინებს მოვაკითხეთ. რა? ზეინები? ზეინებს? მე? უნდა დავაკავოთ, იმიტომ რომ ასიეჰანიმის მკვლელობის ბრძანება მან გასცა. შეუძლებელია. წარმოუდგენელია. გამორიცხულია. ეს ვინ თქვა პროკურორო? ვინც ისროლა მან? ჯეილანმა. თქვა რომ ეს ზეინების თხოვნით გააკეთა. ზეინებს მართლა ჯეილანის ტყუილების გამო ხომ არ დაიჭერთ? პროკურორო, ეს ჭორია ტყუის. ასე როგორ შეიძლება?
პროკურორო, მე არაფერში ვაში ვარ. არაფერი მithოვია. ერთი წუთით. ყველაფერს ავხსნი. ასიე ჰანიმს ადრეც ესროლეს. ზეინებ ჰანიმმა აღიარა. ასიე ჰანიმმა მერე ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითობა იყო. ხომ ასეა? თქვენ ვერაფერს გააკეთებთ, სამწუხაროდ ზეინებ ჰანიმს ახლა დააკავებენ. ჯეილანსაც. მორჩა, წამოიყვანეთ. ჩემი ცოლის წაყვანას ვერავინ გაბედავს. პროკურორო, ეს ტყუილია. ზეინები უდანაშაულოა. ჰალილ იბრაჰიმ, ჩემს ცოლს არავის გავატან. ახლა ნუ რაფერს გააკეთებ, თორემ ამ ხალხს საფრთხე შეუქმნი. ჯობს არ შეეწინააღმდეგო. სიმართლეს აუცილებლად გავარკვევთ, რადგან ამბობთ, რომ ეს ტყუილია? გავარკვევთ. რა თქმა უნდა, ტყუილია. მაგრამ რადგან გინდათ? კარგი, წავიდეთ. ერთი წუთით ზეინებ, არ საწახვალ. სიტუაციას ნუ გაართულებ, ჰალილ იბრაჰიმ. პროკურორის და პოლიციის წინააღმდეგ ნუ წახვალ. ნუ გეშინია, ზეინებს მივხედავთ. მორჩა, პრობლემა არ არის. ნახოთ ჯეილანი ამას ჩემი თანდასწრებითაც თუ გაიმეორებს. ვერ დაგიცავი. აპატია. აპატია. ძალიან მიყვარხარ. მეც ძალიან მიყვარხარ. თურან, წავედით. ჯეილანმა წინადადება მიიღო, ჩვენება მისცა და ზეინებ ჰანიმზე მიუთითა. ძალიან კარგი. გოგოს უნდა მისი ძმა დაცული იყოს. თუ მას რამე მოუვა ჩვენებას შეცვლის. ზუსტი პასუხი სჭირდება. ვიდეო აჩვენე ადვოკატო. ნახოს რომ მისი ძმა ჩვენ გვყავს. იარაღი დაადეთ უთხარი ჩვენებას თუ შეცვლის, მას ვესვრით. გადავცემ, არ იდარდოთ. კარგი, ჰაკანზე რა სიტყვი. ახლა ჩვენებას აძლევს და მალე გაათავისუფლებენ. დაცვა გავუშვით.
ძალიან კარგი. ჰალილ იბრაჰიმმა მართალი გითხრა. მეც დავბრუნდები. მურათიც დაბრუნდება. ყველა ერთად ვიქნებით. თუმცა ცოტა უნდა დაიცადო. რამდენი? მურათიც წავიდა და არ დაბრუნებულა. შენც წახვედი. რომ არ დაბრუნდე? დავბრუნდები. გპირდები. პირობა უდესმე დამირხვევია? ოღუზი გელოდება. რთულ მდგომარეობაში ნუ ჩავაგდებთ, კარგი? მიდი, ძადი. ჯეილან, შენ გამო თუ არა სევდას და მურადის გამო მაინც მოგვიყევი ყველაფერი. ყველა მზად ვართ დაგეხმაროთ. გეფიცები. დაგვიჯერე. ბევრი რამე არ იცით, მეთაურო. ჰალილ იბრაჰიმს უთხარით, რომ იძულებული ვიყავი. ისიც ასე მოიქცეოდა ძმის გულისათვის. ვერ გავიგე. სევდა. მალე შევხვდებით. შევხვდებით. ჩემს და რისი თქმა უნდოდა? არ ვიცი სევდა. წამოდი სახლში წაგიყვან და დავბრუნდები. გავიგებ რა იგულისხმა, კარგი? წავედით. წამოდი. ზეინებ? რა ხდება? ზეინებ, შენც ჩემს დასთან მოხვედი? ხო, სევდა. მე ჩემი დის მოსანახულებლად მოვედი. შეიძლება ვნახო, მეთაურო. ალიჯან, ჯეილანთან წაიყვანე, ჩვენება მერე ჩამოვართვათ. როგორც მეტყვით, მეთაურო. წამოდით, ქალბატონო. რა ხდება, არ მეტყვით? მოიცადე. ვინმე მეტყვის, რა ხდება? სევდა, სახლში წავიდეთ, პატარო. წამოდი. რა ხდება? რა ხდება? ჯეილანმა თქვა, რომ გასროლა ზეინებმა აიძულა. ეს შესაძლებელია? მე რას მეკითხები? მეთაურს კითხე. არ მინდოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ ჩაიხვია, რომ ზეინების მითითებებს ასრულებდა. ასე რომ ცეთქვა ზეინებს ეს რაში უნდა დასჭირვებოდა. პროკურორი ხომ არ ვარ, რა ვქნა? ყველაფერზე დააყენა, ყველაფერში ზეინები დაადანაშაულა. ყველაფერში. მე რა უნდა გამეკეთებინა? ადვოკატი ვინ არის, მეთაურო? ვიზე მუშაობს? ნეჰათ მარტელზე. გასაგებია. როგორ არ მოვკლა, მითხარი. მოკალი, ჩემო ლომო, მაგრამ რომ დაგიჭერენ, ცოლს კი არ მიგისვამენ გვერდით. ცალკე ჩაქსვამენ, გესმის?
ეგ გამოსავალი არ არის, ჯეილანის ძმა უნდა მოვძებნოთ. tek olur tarafı var, o da Ceylan'ın kardeşini bulmak. გესმით? ო, იჯექი. შენს და ჯექი. ხედავთ რა მდგომარეობაშია შეყვარებული ადამიანი. მიდი, კიდევ იფლირტავე. მეთაურო, ეგ რა შუაშია? მაგაზე ხვალ ვილაპარაკოთ. დღეს არ გვინდა. გალბატონებო, არეულობის გარეშე სიტუაციას ნუ გაართულებთ. ძალიან გთხოვთ. არა, გართულება რა საჭიროა? მე ვაიძულე და მან გააკეთა. ერთ მხარეს ვართ. რატომ უნდა ვიჩხუბოთ? ხოჩახ, ჭორაობა ხა გაკლდა. და ის რატომ? ჩემი და ხალილ იბრაჰიმის ბედნიერება რომ გაგენადგურებინა? თავი გაინადგურე და ახლა ჩვენი დრო მოვიდა, არა? ასია? ახლა ბედნიერი ხარ? არა, ზეინებ. აბა რატომ? ხო, მეზიზღებოდი. ხო, მინდოდა შენი ბედნიერება დამენგრია. შენს მოკლაზეც ვფიქრობდი. ხალილ იბრაჰიმი მიყვარს. და ამიტომ. თუმცა ახლა სხვა მიზეზია. ადამიანს, რომელიც მიყვარს, შენ უყვარ ხარ. თავს ამით იმშვიდებ? ვინ დადგება შენ მხარეს? შენ სიყვარულს მხარს ვინ დაუჭერს? ყველა ფეხებზე მკიდია. ის გავაკეთე, რაც უნდა მექნა. ადამიანი მოკალი. ახლა კი ყველაფერს უდანაშაულო ქალს აბრალებ. რატომ? რა დაგიჟავეთ? ამას რატომ აკეთებ? მითხარი. ჩემს ძმას მოკლავენ. გაიგე? ბიძა შენმა თქვა, რომ თუ შენ დაგაბრალებ, მხოლოდ მაშინ გაუშვებს. ამას არ გავაკეთებდი, ზეინებ. სხვა გამოსავალი რომ მქონოდა, ამას არ გავაკეთებდი. ასიეს მოკლაც ბიძა ჩემმა გთხოვა? არა. ჩემი ძმა გაიტაცეს. ასიეც ასე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. შენი მოკლა უნდოდა, ზეინებ. შენი. გეგმა ყველას თვალწინ ჩემი მოკლა იყო?
ხალილ იბრაჰიმს სხვანაირად ვერ გაანადგურებდნენ. გმადლობ, რომ ხალილ იბრაჰიმი არ გაანადგურე. და რომ ეს ყველაფერი მითხარი. თითქოს ვიღაც გვაკლია. დედა ნედიმე. საკინეს და ელიფს უნდათ მოსვლა, მაგრამ ბავშვები არიან სახლში. ვუთხარი მოგვიანებით მოსულიყვნენ. სამძიმრისთვის. მათ არ გულისხმობს დედა. კარგი. მივხვდი, შვილა, მივხვდი. მე და გარდაცვლილს კარგი ურთიერთობა არ გქონია. ყველა მიცით. მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ის დედა იყო და ეს დიდი ტკივილია. ზუხალ ვიზიარებ. გმადლობ. ბავშვები ერთმანეთისგან არასდროს გამისხვავებია. ახლა თუნჯა ისეთივე ძვირფასია ჩემთვის, როგორც თამერი. ლეილაც ისევე, როგორც ზეინეფი. ყველას ერთი მამა ჰყავს. რიзвანი. გმადლობ, ნედიმე. გმადლობ. არ ველოდით, რომ მოხვიდოდი, მაგრამ დიდი მადლობა, რომ აქ ხარ. შენს თანაგრძნობას ვიიღებთ. რადგან ბავშვებს ერთმანეთისგან არ ანსხვავებ? სადაა შენი შვილი, ნედიმე? აქ რატომ არ არის? ის არ უნდა მოსულიყო? მეუღლე ჰყავს, ოჯახი. გარდაცვლილს ისინი არ უყვარდა, ასე რომ შეიძლება ასეც სჯობდეს. მისი მოუსვლელობა სჯობდეს. ასე ჯობია. გულელი, ასე ეწინააღმდეგ ზეინეფმა განაწყო. ზუჰალ, ეს შეუძლებელია. ყველამ იცის, რომ ზეინები ასე არ მოიქცეოდა. ასია ჰანიმი მოკვდა. და ეცუდი აზრებიც მასთან ერთად მოკვდეს. დაფიქრდით, ასე საუბარი რას გვარგებს? ფიქრეთი მართალია, ზუხალ. ზეინებს ეს რაში უნდა დასჭირვებოდა. მე ნადიმემ, ლეილამ, სამივე მძლივს დავარწმუნეთ ზეინეფი აქ მოსულიყო. მართალია, დეიდა. ყველა იქ ვიყავით. იარაღი ჯერ ჩემს დას დაადო. მერე კი დედას. თქვა, რომ ეს თავიდანვე უნდა გაეკეთებინა. ესე იგი, დედას იცნობდა. მე ასე ვფიქრობ. საკმარისია, ლეილა. ერთხელ მაინც იყავი დედა შენის და არა შენი დის მხარეს. თითქოს ის მოკვდა. დედა კი არა. მოხდა ის, რაც მოხდა. დედა ჩვენი იმ გოგომ მოკლა, რომელიც მის სახლში ცხოვრობდა. გასაგებია?
გონი ლეილა ლაპარაკობდა თამირ. იქ ვინ გაუშვა? სულ დედასთან ერთად ვიყავი. ის ქალი არასოდეს მინახავს. არასოდეს. გარდაცვლილს საიდუმლო საქმეები ჰქონდა და მოწმეებს ამაში არ რევდა. შეიძლება ეს მარტენებთან ერთად ერთობლივი გეგმა იყო. ჩემი ძმა რაღა შუაშია? შენი ძმა ყველაფერ შუაშია, ნედიმე. ნიჰად მარტენს საბოლოოდ მე მოვკლავ. ეს იცოდე. გესმის? ხომ გაიგე? დაკრძალვაზე ვართ. იქნებ ადამიანი მოვიგონოთ და მერე დავიშალოთ. რაც მოვედი ვცდილობ, მაგრამ კარგი ვერაფერი გავიხსენე. ნარგიზ, შენი ხსენებ? თუ შეგიძლია თქვი და დავიშალოთ. უნდა წავიდეთ. არ მოვიტყუები. მის ადგილს ვერავინ დაიკავებს. სხვა ასეთი ვერ იქნება. მართალია ვერ იქნება. სათქმელი ითქვა. თქვენი ნებართვით. ფიქრეთ ბეი, ნიშნულოვანი საქმეა. რა ხდება? ზეინები დაიჭირეს. მიზეზი? იმ გოგომ ბიძ ასიაჰანი მსესროლა, თქვა რომ ზეინებმა იკირავა. არა, ასე არ გამოვა. რაღაც შეცდომაა. შეხედე, ნედიმე. აი შენი შვილი. იმ გოგომ ასე რატომ მოიტყუა? იძულებული გახდა. რატომ გახდა იძულებული? თქვენი ძმის გამო, ნედიმე ჰანიმ. ჩემი ძმა რა შუაშია? ჯეილანის ძმა მასხავს. ილმაზმა და ასიემ გეგმა შეადგინეს და ეს გოგო შანტაჟით ჩვენთან გამოუშვეს. ახლა კი ძმის გადასარჩენად ზეინებისთვის გადაბრალება დაავალეს. კარგი, მაგრამ ეს გოგო ამდენ ხანს თქვენ სახლში იმარლებოდა. ვერაფერი შენიშნეთ? ვერა ვიდრე ილმას არ ესროლა. ილმას ჯეილანმა ესროლა? ჰო. თქვა რომ ჩემს მოკლას აპირებდა. არაფერი ვთქვი და არც გავამხილე. შოთა. მანქანა მოამზადე. ჩემს ძმასთან მივდივართ. დედა, იმ ადამიანს თუ ისევე ენდობით ყვილად მიდიხარ. შვილის დასანახავად თუ მიდიხარ, მეც წამოყვები. რამეს არასწორად თუ ეტყვის ვესვრი. ახლა თუ ვინმე სესვრის, ეს მე ვიქნები. საკმარისია. დაჯექი. ჰალილ იბრაჰიმ. ზეინები ციხეში ერთ დღესაც ვერ გაჩერდება. ხომ იცი, შეჩეული არ არის, ძალიან გრძნობიარია. ჩემი ცოლი ძლიერი ხალია. ყველაფერს გაუმკლავდება, მაგრამ მთავარი ის არის, მისთვის მე რას გავაკეთებ. ჩვენ რას გავაკეთებთ? იმ შემთხვევისთვის თუ დედა შენი უშედეგოდ დაბრუნდება, გეგმა მაქვს. გასაგებია, რა გეგმა? ჯეილანის ჩვენების შესაძლებლად ერთადერთი საშუალება მისი ძმის გადარჩენაა. და ამას როგორ გავაკეთებთ? ჰაკანს იარაღს დავადებ. ან იტყვის, ან მოკვდება.
თქვი რომ მნიშვნელოვანი საქმეა დავუდ. ასეთი გადაუდებელი რა ხდება? ჩემი შვილი ნიჰად ბეი. რა სჭირს? რას ნიშნავს რა სჭირს? სერკანს საიძულე ოსმანისთვის ესროლა. ამას ვინ ამბობს? სერკანი, სხვა ვინ იტყვის? ჰალილ იბრაჰიმის ხალხი ყველგან ელის. ეს არ გეცოდინებოდა მამა. სერკანი ჩემთან მოვიდა და დახმარება შემომთავაზა. ვიფიქრე ოსმანმა ჩემი ძმა მოკლა. იცი სადაა დასაფლავებული. უთხარი რამის გაკეთება თუ გინდა ოსმანს ესროლე მეთქი. არ მეფიქრია რომ ამას მართლა გააკეთებდა. თუმცა გააკეთა. მერე მე დამირეკა და თქვა ვესროლეო. პროკურორსაც ჩვენება მივეცი. მე შენი შვილი არ დამისახელებია. ერთ-ერთ მცველს დავაბრალე. ხომ გაიგე? გესმის არა? ანუ შენ არაფერ შუაში ხარ? შენმა შვილმა თქვა რომ ჩვენება მე მივეცი? არა. თქვა რომ ჰაკანმა მისცა. მე არ დავიჯერე. ხომ გითხარი დაუდ? მე არაფერ შუაში ვარ. ძმაო დავუდ. ეს საქმე დახურულია. პოლიცია სერკანს არ მოძებნის. მე არ მაინტერესებს პასუხისმგებლობა ვინა იყო. მაინტერესებს ვინ მოკვდება. სერკანს არ აცოცხლებენ. გადამალე დავუდ. სხვაგან გაუშვი თუ ვერ მოახერხებ მოიყვანე. მე დავმალავ. არა. სერკანი საზაფხულო აგარაკზე გავუშვი. აი ხედავ? მაგრამ უცხოეთში ვერ გავუშვებ. ყველგან ეძებენ. დავუდ. ჩემი შვილი სახლიდან გაიყვანეს. გავჩუმდი. რაც საჭირო იყო, ის გავაკეთე. ახლა თვითონ ხედავ, ჩემი ჰაკანი ცოცხალია და ჯანმრთელია, აგზის. როგორც ვიცი, შენი შვილიც ცოცხალია. და ვიდრე ცოცხალია, გავერთიანდეთ. არაფერი მოგივათ, არ დაზარალდებით. თუ ერთად ვიქნებით, უფრო ძლიერები ვიქნებით. მუსა, ვერ ხედავ რომ ვლაპარაკობთ? ბატონო, თქვენი დამოვიდა, ნედი მეჰანიმი. კარგი, დაუდ, კარგად დაფიქრდი. ისევ შევხვდებით. ჩემს დას პრობლემები აქვს, ამიტომ თუ შეიძლება ისე შვილს ყურადღება შენც მიაქციე. სახლიდან ცოტა ხანს ნუ გამოვა. მაღლობის გადასახდელად მოხვედი ნედიმე? რისთვის უნდა გადაგიხადო? შენი ქმრის მეორე ცოლი მოკვდა. არ გიფიქრია რომ ძმამ გადაგარჩინა? რადგან ეს ჩემმა ძმამ გააკეთა? ჩემ შვილს რატომ დააბრალა? საიდან მოიტანე მამიდა? მამიდას ნუ მეძახი. ისე ნუ იქცევი თითქოს ვერ ხვდებოდე. საკმარისია. იმ ჯეილანის ძმა გაიდაცეთ. სეინებიც ამიტომ დაასახელა. ძმა გაუშვით. თვითონ შეგიძლიათ ციხეში დატოვოთ.
ზეინეფი გააშვებინეთ. შენი ზეინები ციხეში იქნება, ნედიმე. შეიძლება დიდხანს არა, მაგრამ იქამდე იქნება, ვიდრე ბიძას პატიებას არ თხოვს. როცა მისი ქმარი, რომელმაც ილმაზი მოკლა, ჩაძაღლდება, შენი შვილიც თუ ყველაფერს ინანებს, შეიძლება გამოვაშვებინო. შეიძლება. ილმაზი ხალილ იბრაჰიმს არ მოუკლავს. იმ გოგომ მოკლა, ვისიც მათ ტყვედ გყავთ. ეს ვინ თქვა? ფიქრეთმა დღეს იბრაჰიმს კითხა. იმ გოგოზე იტყვი, რატომ ვერ მიიტანეთო? მან კი უპასუხა ილმას, რომ ესროლა. ვიეჭვეთ, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდითო. ასე უთხრა. მოიცადე, ანუ ზეინები და ხალილ იბრაჰიმი უდანაშაულოები არიან? უდანაშაულოები არიან, ძმაო. ხალილ იბრაჰიმმა თქვა, რომ აპირებდა ილმაზი პოლიციისთვის გადაეცა. ანუ რაც გააკეთეთ, სულ უაზროდ. ილმაზი ასიემ მოწამლა. როგორც ჩანს, სიკვდილამდე შენზეც იმუშავა. კარგი, ნედიმე, კარგი. ზეინებზე კიდევ ერთხელ დავფიქრდები, მაგრამ ციხეში იქნება თუნდაც ერთი დღე მაინც. მესმის, ძმაო. თუ ერთი დღე, პრობლემა არ არის. მაგრამ მეორე დღეს სერიოზული პრობლემა შენ შეგექმნება. არ დაგავიწყდეს, შენი დავარ. და ბევრი ისეთი რამ ვიცი, რაც ხვებმა არ იციან. იმედია მიმიხვდი. მამიდა, არ წამომყვე, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. მამა, მამიდას ხომ არაფერს დაუშავებთ. ახლა მას თავი დაანებე. თავის შვილზე ინერვიულოს, რომელიც ციხეში მოკვდება. შენ არ ამბობდი, ილმაზი ოსმანმა მოკლავ. მამა, გოგოც იქ იყო, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ სროლა შეძლებდა. თქვენთან მის კავშირზე საერთოდ არ ვიცოდი. ამ ჯეილანმა ისჩვენება მისცეს, რაც ჩვენ უთხარით. მერე ციხეში ზეინაბი მოიშორეთ. მისი ძმაც მოკალით და სადმე გადააგდეთ. დაუთის საზაფხულოს სახლის მისამართი იპოვე. მერე სერქანსაც თავიდან მოიშორებ. ბოლოს კი შენც გაქრები. კარგი და ამ ყველაფრის მერე რას გააკეთებ? მითხარი, მამა. იმ ნაძირელას, ვის გამოც ამ ყველაფერს ვაკეთებ, ქალაქის მოედანზე დავკიდებ და ვუყურებ.